პოლიტიკურმა პარტია სახალხო დემოკრატებმა მწვანეთა პარტიასა და მხარდამჭერებთან ერთად მეტეხის ქარტიის პრეზენტაცია გაამართეს. ამით საზოგადოებას სამოქმედო გეგმა გააცნეს და ფიცი დადეს, რომ გამარჯვების შემთხვევაში თავდადებით ემსახურებიან საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე საჯაროს გახდიან თბილისის ბიუჯეტს და იბრძოლებენ ტერიტორიული მთლიანობის აღსავსრდიანად. ქარტია 17 მუხლისგან შედგება. მერობის კანდიდატის ნიკა ივანიშვილის განცხადებით მეტეხის ტაძარი ერთგულებისა და რწმენის სიმბოლოა და ფიცის დასადება სწორედ ამიტომ შეირჩა. Ვიცავთ, კეთილსინდისიერად, პატიოსნად, გულწრფელად და თავდადებით ვემსახურებით თბილისს და საქართველოს. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ გამჭვირვალეს გავხდით თბილისის ბიუჯეტს. ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადასაწყვეტად მოვახდენთ პლებისციტის, ან რეფერენდუმის ინიცირებას. რათა ხალხმა თავის რჩეულებთან ერთად უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა დედაქალაქის მართვაში.